გამარჯობა. მე ნინო სიხარულიძე ვარ, ქართულის მასწავლებელი. ეკრანებთან მეორე კლასელებს გიწევთ. ჩვენი დღევანდელი გაკვეთილიდან სულ რაღაც 12 დღეში ახალი წელი დადგება. და მინდა დღევანდელი გაკვეთილით წინა საახალწლო განწყობა შეგიქმნათ. ამისთვის სპეციალურად შევარჩიე ტექსტი, რომელიც გახლავს საინფორმაციო. ის არის ნაცვსა და ჩიჩილაკზე. ოჯახში ან ერთი ან მეორე, ან შეიძლება ორივეც კი გვედგას ახალ წელს. მაგრამ ვიცით კი საკმარისი რამ მათ შესახებ. მოდი წავიკითხოთ და გავიგოთ ახალი ამბები. ნაძვის ხე და ჩიჩილაკი. საინფორმაციო ტექსტი. საახალწლოდ ადამიანები ნაძვის ხეს რთავენ. ზედ სათამაშოებსა და ნათურებს ამაგრებენ. ალბათ შენი ნაძვის ხეც ძალიან ლამაზია. შეიძლება ის ჯერ არ დაგიდგამს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ლამაზი იქნება. ძველად კი ასეთი ნაძვის ხეები და მოსართავები არ ჰქონდათ. საახალწლო ხე პირველად გერმანიაში დადგეს. ზედ სანთლები და ხის ფიგურები დაამაგრეს. ისე სანთლები ნეტა საშიში არ იყო, რომ ხანძარი ხომ შეიძლება გაჩნდეს ხეზე რომ დავდოთ ანთებული სანთელი. საინტერესოა. ინგლისში მეფის სასახლეში პრინცმა სადღესასწაულო ხე ტკბილეულით, ხილით და ფერადი ქაღალდებით მორთო. ნახე ინგლისში განსხვავებული მოსართავები აირჩიეს. არა სანთელი და ხის ფიგურები, არამედ ტკბილეული, ხილი და ფერადი ქაღალდები. ამერიკელებმა ახლა მესამე ქვეყანაში ვნახოთ რა ხდება. ხელით დაამზადეს სათამაშოები. მოქსოვეს ვაშლები, ბანანები, ბურთები და ნაძვის ხეზე ჩამოკიდეს. ანუ სხვადასხვა ფორმის სათამაშოები მოქსოვეს. სანამ ევროპიდან ნაძვის ხე შემოვიდოდა, ქართველები ახალ წელს ჩიჩილაკით ხვდებოდნენ. დარწმუნებული ვარ, იცი ამ ორი ფოტოდან რომელია ჩიჩილაკი. აი ეს თეთრი პატარძალს რომ ჰგავს. ჩიჩილაკს ამზადებდნენ თხილის მსხვილი ჯოხისგან. რა საინტერესოა, როგორ ჯოხისგან. ესეთი საყვარლობა როგორ შეიძლება დამზადდეს? ეს ბურბუშელები საიდან გაუკეთეს აბა? აბა ვნახოთ. ჯერ კანს გააცლიდნენ ჯოხს. შემდეგ ჯოხის ბოლოდან წვერისკენ თლიდნენ ასობით თხელ ბურბუშელას. აი ესე ნელა და ფრთხილად. ზედა წვეროზე ამაგრებდნენ წაწვეტებულ ჯოხებს. ისე ფირფიტებივით დებდნენ ზემოდან. ჯოხების ბოლოებზე ჩამოაცვამდნენ ორ ბროწეულს ან ვაშლს. ჩიჩილაკს რთავდნენ ფერადი ძაფებითა და კანფეტებით. წარმომიდგენია რა ლამაზი იქნებოდა. ახლა შეგიძლია ახალ წელს დადგა ნაძვის ხე ან ჩიჩილაკი. ნახებ ჩხილებში რა წერია? ან ორივე ერთად, როგორც გსურს. შენინება. როგორც ხედავ ამ ტექსტში, ორ სადღესასწაულო ხეზე შევიტყვეთ ინფორმაცია. ეს ხეები, ეს სადღესასწაულო ხეები, რაღაცით გვანან ერთმანეთს, რაღაცით განსხვავდებიან. მოდი სწორედ ამას დავუკვირდეთ. ამაში ჩვენ დაგვეხმარება სპეციალური სქემა. შეხედავ ორ ფიგურას. ერთში ჩვენ ჩავწერთ ინფორმაციას ნაძვის ხესთან დაკავშირებით, რომელიც გავიგეთ, ხოლო მეორეში ჩავწერთ ჩიჩილაკთან დაკავშირებულ ინფორმაციას.
მაგრამ რა ხდება შუა ნაწილში? აბა დააკვირდი, ეს ორი ფიგურა ერთმანეთს აი ამ ადგილას კვეთს. აქ უნდა ჩავწეროთ ის, რითაც ისინი ერთმანეთს ჰგვანან. ხოლო მარცხნივ და მარჯვნივ, რითაც განსხვავდებიან. როდესაც მსგავსებასა და განსხვავებაზე საუბრობ, ამას ერთი სიტყვით შედარება ჰქვია. და ამ სქემის გამოყენებით ძალიან იოლია დააკვირდი ამ პროცესს. მოდი დავიწყოთ. ნაძვის ხე. რა შევიტყვეთ ნაძვის ხესთან დაკავშირებით? ის რომ პირველად გერმანიაში დადგეს და მორთეს სანთლებითა და ხის ფიგურებით. რაიმე მსგავსი ჩიჩილაკზე ჩვენ არ წაგვიკითხავს. ამიტომ ამ ინფორმაციას არ წერთ შუა ნაწილში. შემდეგი. ინგლისში დაამაგრეს ხილი და ფერადი ქაღალდები. ეს ინფორმაციაც მხოლოდ ნაძვის ხეს ეხებოდა. ამიტომ წერთ მარცხენა მხარეს. ასევე ჩვენ გავიგეთ ამერიკაში როგორ მორთეს ნაძვის ხე. სხვადასხვა ფორმის ნაქსოვი სათამაშოებით. გახსოვს იქ ჩამოთვლილი იყო, რა ფორმის სათამაშოები იყო ეს? მოდი ახლა გადავიდეთ ჩიჩილაკზე. ჩიჩილაკთან დაკავშირებით ჩვენ რა შევიტყვეთ? რომ საქართველოში ძველი დროიდან დგამდნენ მას ახალ წელს. კიდევ ამზადებდნენ თხილის ჯოხისგან, სხვა ხისგან ის არ მზადდება, რომლის ბოლოდან წვერისკენ უამრავ ბურბუშელას თლიდნენ და თავზე ჯოხებს ამაგრებდნენ. ანუ ჩვენ შევიტყვეთ, რისგან მზადდება ჩიჩილაკი და როგორ. ასევე ჩვენ ტექსტიდან გავიგეთ, როგორ თავდნენ მას. ღვთავდნენ ვაშლებით, ბროწეულებით, ფერადი ძაფებითა და კანფეტებით. თითქოს ყველაფერი ჩავწერეთ, რაც ტექსტში ეწერა, მაგრამ შუა ნაწილში ჯერჯერობით არაფერი ჩაგვიწერია. მოდი გავიხსენოთ. ორივე ხეს როდის დგამენ? რა თქმა უნდა, ახალ წელს. ეს ვიცით. ახალი წელი რა არის? მართალია, დღესასწაულია. ესე იგი, ეს ორივე ხე არის სადღესასწაულო ხე. მაშასე, ის რაც აერთიანებს ამ ორ საგანს, და რითაც გვანან ისინი ერთმანეთს, არის, რომ ისინი სადღესასწაულო ხეებია. ნახე, როგორ განაწილდა ინფორმაცია ჩვენს ფიგურებში. ესე იგი, მარცხნივ გავიმეოროთ, მხოლოდ ნაძვის ხესთან დაკავშირებული ინფორმაცია ჩავწერეთ, მარჯვნივ მხოლოდ ჩიჩილაკთან დაკავშირებული, ხოლო შუაში ის, რაც იყო საერთო, ანუ რითაც ისინი გვანან ერთმანეთს. მე ვფიქრობ, არ გაგიჭირდა ამ დავალების შესრულება. ახლა კი დავალება მინდა მოგცე. შენ უნდა შეავსო სქემა. ამისთვის დააკვირდი ფოტოს. დავალების დაწყებამდე გაიხსენე ტექსტი, რომელიც ჩვენ ახლა წავიკითხეთ. როგორ თავდნენ ნაძვის ხეს გერმანიაში, ნახე, მითითებულია სქემაში ეს ქვეყანა, ინგლისში, ისიც მითითებულია, და ამერიკაში. საქართველოში ჩიჩილაკზე რას ამაგრებდნენ? ამას მარჯვენა მხარეს დაწერ. ასევე გაიხსენე, შენ როგორ ხვდები ხოლმე ახალ წელს? ნაძვის ხეს დგამ თუ ჩიჩილაკს? როგორ თავ მათ? უფროსებს როგორ ეხმარები? ამის შემდეგ გადახატე სქემა სახატავ ფურცელზე და გაუკეთე წარწერები, ისე როგორც აქ არის მოცემული.
ქვეყნების სახელის ქვეშ დახატე, სად რას რთავდნენ და როგორ. სიტყვა გერმანია სადაც წერია, ჩახატავ ნაძვის ხეს და ზუსტად ისე მორთავ ნახატზე, როგორც ტექსტში იყო. გახსოვს როგორ თავდნენ სანთლებითა და ხეს ფიგურებით. ესე იგი, შენ ჩახატავ ნაძვის ხეს და ახატავ სანთლებს და ხის ფიგურებს. ასევე მოიქცევი სხვა ქვეყნების შემთხვევაშიც. ინგლისში, ამერიკაში, როგორ თავდნენ, ხოლო საქართველოს შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ჩიჩილაკი უნდა დახატო. გახსოვს რა ეწერა ჩიჩილაკს როგორ თავდნენ? მართალი ხარ, ფერადი ძაფებით და კანფეტებით. ბროწეული ან ვაშლი არ დაგავიწყდეს. ოღონდ ის თავზე უნდა მიახატო ჩიჩილაკს. შუაში უნდა დაწერო შენ როგორ ხვდები ახალ წელს. ნაძვის ხეს დგამ თუ ჩიჩილაკს. როგორ თავ და უფროსებს როგორ ეხმარები, ანუ რაზეც დაფიქრდი სამუშაოს დაწყებამდე. ჩემი რჩევა იქნება რვეულის ფურცლიდან გამოჭრა ზუსტად აი ამ ზომის ქაღალდი და წერითი დავალება ამ ნაწილზე შეასრულო და შემდეგ დააკრა სახატავ ფურცელზე, რომ არ გაგიჭირდეს წერა. ბოლოს, რა თქმა უნდა წაიკითხო შენი ნაწერი ხმამაღლა, ასევე დააკვირდე ნახატებს, თუ რაიმე გამოგრჩა, უნდა ჩაამატო. დღეისთვის სულ ეს იყო. შევაჭამოთ რა ვისწავლეთ. დღეს ვისწავლეთ ორი საგნის ერთმანეთთან შედარება, მსგავსებისა და განსხვავების დანახვა. ახლა კი, სანამ დაგემშვიდობებოდე, მინდა მოგილოცვა ახალი წელი. გისურვო ბედნიერება, შენი ოცნებების ასრულება და ღიმილი. ღიმილი შენ სახეზე მუდამ. გემშვიდობები, მომავალ შეხვედრამდე. კარგად!